მე-19 საუკუნეში ძლიერმა იმპერიულმა რუსეთმა დასუსტებული ჩინეთის ცინგის დინასტიით ისარგებლა. 1858 წელს მათ შორის გაფორმდა აიგუნის ხელშეკრულება, ხოლო 1860 წელს პეკინის ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთს ავალდებულებდა დაეთმო რუსეთისათვის 1,000,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. მათ შორის დღევანდელი პრიმორსკის მხარე და ვლადივოსტოკი. სანაცვლოდ კი მიიღო უბაჟო, ანუ თავისუფალი ვაჭრობა რუსეთთან. ეს ხელშეკრულება ჩინეთის დამცირების ეპოქაში, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქაა. შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს იდეოლოგია აერთიანებდათ და დასავლეთთან პაექრობა, ამიტომ ისინი თანამშრომლობდნენ როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო მიმართულებით, თუმცა არც ეს პერიოდი გაგრძელდა დიდხანს. 1960-იან წლებში მაო ძედუნმა ღიად დაიწყო საბჭოთა კავშირის კრიტიკა. მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშოვმა გადაწყვიტა დესტალინიზაცია და კაპიტალისტურ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის მცდელობა. ჩინეთის კომუნისტური პარტია შეშფოთებული იყო მსგავსი იდეოლოგიური გადახვევით, რაც მალე გადაიზარდა საჯარო შეურაცხმყოფელ განცხადებებში და ბრალდებებში. ეს დაპირისპირება კი ისტორიაში შევიდა როგორც სინო-საბჭოთა განხეთქილება. 1969 წელს ეს დაძაბულობა შეიარაღებულ შეტაკებებშიც გადაიზარდა უსურის მდინარის გასწვრივ საერთო საზღვარზე და გაჩნდა სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება მიმდინარე ცივი ომის პარალელურად. 1980-იანი წლების ბოლოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ფორმალურად დარეგულირდა და 2004 წელს მათ საბოლოოდ მოაწერეს ხელი საზღვრის დადგენის შეთანხმებას, მაგრამ ისტორიული მეხსიერება არსად გამქრალა. როდესაც 1988 წელს რუსეთ-ჩინეთის საზღვარი კვლავ გაიხსნა, ათასობით ჩინელი მუშა, ფერმერი და მოვაჭრე რუსული შორეული აღმოსავლეთისაკენ დაიძრა და დაიწყეს მიწების იჯარით აღება თუ დაუმუშავებელი ადგილების ათვისება. 2018 წლისათვის ჩინელებს უკვე იჯარით ან საკუთრებაში ჰქონდათ 350,000-მდე ჰექტარი მიწა, რაც მთელი რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 16%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით რუსეთში ინვესტიციები და შრომითი რესურსი შევიდა, ასევე გამოიწვია ადგილობრივების უკმაყოფილება, რადგან ბევრი რუსი ჩინელებს ადანაშაულებდა სამუშაო ადგილებისა და ბუნებრივი რესურსების მითვისებაში. 2017 წლის გამოკითხვამაც კი აჩვენა, რომ რუსებს მაინც მიაჩნიათ ჩინეთის მზარდი გავლენა პოტენციურ საფრთხედ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის, რაც ნათლად აჩვენებს თუ რამდენად ღრმადაა ფესვებ გადგმული ჩინეთისადმი უნდობლობა რუსულ საზოგადოებაში.